$1,894,925 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე კრისტალ ჯგუფის ხელმძღვანელი ვლადიმერ სტეფანიანი დააკავეს. ფინანსური ცნობით მან დიდველის ტერიტორიაზე ნებართვის გარეშე თვითნებურად ააშენა 5 სასტუმრო აპარტამენტი, მოაწყო კერძო საბაგირო და სათხილამურო ტრასა. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ევროკავშირს გამოიყენოს რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივები უკრაინის დასახმარებლად. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. საბოლოო გადაწყვეტილება სავარაუდოდ დეკემბერში გახდება ცნობილი. გეგმა გულისხმობს 185 მილიარდი ევროს ღირებულების რუსული აქტივების გამოყენებას უკრაინის სამხედრო საჭიროებებისათვის. როდესაც რუსეთი ბირთვულ რიტორიკას იყენებს, ჩვენმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი. მარკ რუტეს თქმით, ალიანსს ძლიერი ბირთვული შემაკავებელი ძალა აქვს, რაც უსაფრთხოების სრულყოფილი გარანტიაა. დნეპროზე რუსების თავდასხმის შედეგად აღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა. ოკუპანტებმა ღამის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ 450-ზე მეტი დრონი და 45 სხვადასხვა რაკეტა გამოიყენეს. უკრაინის საჰაერო თავდაცვამ 415 საფრენი აპარატი ჩამოაგდო.